მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გადაცემაში ვყავდა ალექსანდრა პაიჭაძე. გავცოცხლდი გიორგი. ამ გადაცემის გასვლის შემდეგ ჩემი ცოლი ძალიან გაბრაზდა. ვიცი ხა ყველა ეჭვენობას იფიქრებს, მაგრამ რეალურად ვივარჯიშეთ იქ პილატესი და მე როგორც ტრენერმა აგდებულად და რაღაც ისე მოიხსენე პილატესი, რომელიც პილატესის გოგოებს ცოტას ვეღადავებდი ხოლმე რა. იმიტომ რომ ის მგონია რომ რაღაცა მოიწყვეს რაღაც ესეთ კომფორტული ვარჯიში, რომ პილატესის საგოგონეთი და საქალეთი მოკლედ გადავიმტერე, მათ შორის ჩემი ცოლიც და ეხლა ჩემმა ცოლმა და მისმა კოლეგებმა დამებარეს საქმის გასარჩევად. ვიმყოფებით პილატეს თბილისში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი პილატესის, რადგან აქ არა მარტო პილატეს ავარჯიშებენ, არამედ ასწავლიან და ამზადებენ ტრენერებსაც. ხო და ეხლა რას მიმზადებენ არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ. წავედით. როგორც დაგვიდით, ჩემი ულამაზესი მეუღლე, ნინი მასმიძელაშვილი, რომელიც არის პილატესის ინსტრუქტორი, ხალბატონ მაია ხიდაშევთან ერთად, რომელიც არის არა მარტო ინსტრუქტორი პილატესის, არამედ პილატეს თბილისის დამფუძნებელი და ტრენერი პილატესის გოგოებს ყოველწლიურად ეს თქვათ გადამზადებებს ახდენს მათ, რომ ჩვენ გვყავდეს უფრო და უფრო მეტი პილატესის ტრენერი და გაიცნოს ქალაქის მოკლედ პილატესის გოგონებით. ხო და ეხლა თქვენ გაქვთ მთელი გადაცემა წინ. იმისთვის რომ მე დამარცხმუნოთ რომ ძალიან ვწდებოდი წინა გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ალბათ მაყურებლისთვისაც რომ მოვისმინო შენგან ზუსტად რა არის პილატესი და პირდაპირ მაკითხვით დავიწყებ რა არის პილატესი. პილატესი არის პრაქტიკა. აქ არის ჰოლისტიკური მიდგომა. ეს არ არის უბრალოდ ფიზიკა, აქ არის სხეული და ტვინის კავშირი. აქ არის კიდე ის, რომ აკრძალული არ არის არავისთვის, ანუ ყველასთვის მისაღებია ტრავმა ექნება, ორსულობა იქნება, ასაკი შეუზღუდავი, სქესი რა თქმა უნდა შეუზღუდავი და პლუს არის პრევენცია. ანუ ტრავმების პრევენცია როგორც სპორტსმენებისთვის, ან ათლეტების, ნებისმიერი ათლეტისთვის. რეაბილიტაცია ნებისმიერი რაღაც ტრავმის შემდგომ და უბრალოდ ფიზიკურად კარგი კონდიცია. თუ შევადარებთ ფიტნეს და პილატეს, ფიტნეს აქვს სწრაფი შედეგი, იმიტომ რომ უფრო მეტი წინაღობით ვარჯიშობს, პილატეს აქვს შედარებით სხვა, განგრძობითი უფრო სხვა შედეგი, თუმცა ისეთ ბაზას გიდებს, რომელიც მაგალითად შენ პრევენცია გაქვს უკვე, რომ თუნდაც ფიტნესში უფრო მეტი გამძლეობა გექნება. მეტად დაცული ხარ ტრავმებისგან, ასევე სპორტსმენები და ასე შემდეგ. მე რომ მოვინდომო და გამოვრიცხო ყველა ვარჯიში და დავიწყო პილატესის ვარჯიში, ის შედეგი მექნება თუ არა, ანუ ხუნთის მასას შევინარჩუნებ თუ არა, რაც ახლა მაქვს. კარგი კითხვაა, ნახე, თუ შენ პილატეს ფიტნეს დაანებებ თავს და პილატესზე გადმოხვალ, შედარებით რა თქმა უნდა, აბიომში, როგორც გაშემოწერილობაში, რა თქმა უნდა შეგიმცირდება, თუმცა მობილობა მოგემატება, გამძლეობა მოგემატება, ანუ მამაკაცი წარმოიდგინე, სუფრიდან ადგა შეაცოხა კვირა დღეს პახმელიამ, ორშაბათს გადაწყვიტა და ეხა ესეთი მამაკაცი წარმოიდგინე ქართველი ესეთი. კაი, ხინკან რაჭამი რომ მოვიდეს აქ პილატესზე როგორ წარმოგიდგენია. სულ არაფრის კეთებას ისევ პილატესი მაინც ივარჯიშო. კი, რა თქმა უნდა. კარგი, ნინი, ახლა უნდა კითხო, სხვათაშორის არ მეკითხავს ეგ შენთვის, აი ერთად ცხოვრობთ და ეკითხვა არ დამისვენს. ჩემთან ერთად რამდენჯერ გივარჯიშია, ხო, ფიტნესი და არა მარტო ფიტნესი, ამ ძალიან ბევრი ვარჯიშის მეთოდიკა ნაცადი გაქვს. რატომ გადაწყვიტე პილატესი? ტრავმის გამო ალბათ უფრო. ხერხემალი მტკიოდა, წელი მტკიოდა, გადავიღე MRI და მითხრეს რომ მაქვს თიაქარი და მირჩიეს ცურვან პილატესი. და დავიწყე პილატესის ვარჯიში 2015 წელს. იმის მერე ისე შემიყვარდა პილატესი, რომ ჯიმში აღარ დავბრუნებულა. ხო, აი რატომ რა შემოგეწონა, გადაინა. არ ვიცი, აი ჯიმში თქოს ვისტრესები უფრო რა, ეს რაღაცა მძიმე წონებით. ჩემთვის რაღაცა უფრო აი ანტისტრესი არის პილატესი რა. ხო, აი ზუსტად მანდვარ რა, რომ მე ვთვლი რომ ვარჯიში საერთოდ უნდა იყოს კომფორტული და ესეთი ანტისტრესი უნდა იყოს, მაგრამ
ჩვენ ესე ვთქვათ, ხელოვნურად უნდა შევქმნათ რაღაცა სტრესები და ამ სტრესებს გავუმკლავდეთ. იმიტომ რომ მე ცხოვრებაში ბევრად გაგვიმარტივდეს უკვე ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავება და თუნდაც ჩვენი სხეული რაღაცა მიმერთი საათის განმავლობაში ისეთ ძლიერ სტრესში უნდა მოვაქციოთ და ეს სტრესი ამდენად არ დაგვანგრევს 1 საათის განმავლობაში, რომ მე ამას გაუძლოთ და გაძლიერდეს და სხეულის და გონებაც განვითარდეს. მაგრამ აი ამიტომ გინდათ რა მოხვიდეთ აქ რაღაცები ვარჯიშოთ ძალიან მაისა ფეხი აწე დაწე მე იჭორავებ. იცი რა არის? მე იმას კი არ ვიძახი რომ ეს ცუდია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აი თქვენ კომფორტის ზონაში ხართ. ხო, საყურებლად ძალიან მარტივი არის ერთი შეხედვით რა, რაღაც თქოს ფეხს წევ, ძალიან ჰარმონიულად, ძალიან ლამაზია, ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ რთული და ცოტა ხანში დაგემტკიცოთ მე და მარია ამას. ხო და არ ვიცი შენ რა ვარჯიშები გაქვს აქამდე გაკეთებული. აი ხონა გადაცემა და მაგიტოვარე ხარ. კი, გაჩვენებთ ისეთ ვარჯიშებს, რაც დარწმუნებული ვარ, შენც კი გაგიჭირდება. იოგა ვცადე რამოდენიმეჯერ რა და ძალიან მიმამსგავს ერთმანეთს რა. იწელები, მობილობა, კოორდინაცია და საკუთარი სხეულის ფლობა. მე სხვანაირი მენტალური და სხვანაირი ფსიქოლოგიური ვარჯიშიც ვიგრძენი გარდა სხეულისა რა. ხო და აი მაგ შემთხვევაში რატომ პილატესი და არა იოგა? გიპასუხებ სიამოვნებით. ნახე, პირველ რიგში იოგა დასავლეთის ხალხმა და ევროპელებმა გააპაფსეს. ანუ როგორც სუში მაგალითად, ის სუში არ არის სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვჭამთ. ეს უკვე არის აი როგორ თქვა, გადაკეთებული ფიტნესად. ანუ იოგა პირველ რიგში არის სულიერების რაღაცა პრაქტიკა. მერე ეს უკვე რაღაცა იმაში დაუმატეს გამეორებები, რაღაცა ოთახები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გაიყიდოს უფრო კარგად. მისი პირველი მიზანი და არსებობა, ანუ ეს იდეა, ფილოსოფია სულ სხვა რამე არის. პილატესმა ეს იოგის მოძრაობები, მერე იქ ბოქსის მოძრაობები, ბალეტის მოძრაობები და რაღაცები შეკრა, ცირკის ასევე და ანუ აკრობატული და მოარგო იმდროინდელ ევროპელ და დასავლეთის ადამიანის ფიზიოლოგიას. და პლუს სამედიცინო ის დაუდო საფუძველი, რომ რა რის გამო უნდა გააკეთო. იოგაში არ არის მსგავსი. ანუ იოგას აქვს სხვა სულიერი დატვირთვა წესით. ნაკადებში სულ ყავს ხოლმე თითო იოგი, რომელსაც ასეთივე ის აქვს როგორც მოლოდინი თავიდან, მაგრამ მე ხვდებიან პირველივე მოდულის მე ხვდებიან რომ განსხვავდება აბსოლუტურად. ანუ აქ მიდგომა არის სხვა, ვიზუალურად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ვიზუალურადაც განსხვავებას. ეხლა იოგის ხიდი თუ იოგის რაღაცა ასანები ჩვენგან განსხვავდება. უბრალოდ, როდესაც ვერ ერკვევი, ამას ვერ არჩევ. ვიზუალურად გავს ძალიან, მაგრამ განსხვავდება. კი. კვირაში რამდენჯერ უნდა ივარჯიშოს გოგონა, ქალმა და რა შედეგებს პირდები ამ ვარჯიშით? მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა ივარჯიშოს, რომ შედეგი დადოს. ფორმების ცვლილებას, გამძლეობის მომატებას და ჯანსაღ გონებას, ჯანსაღ და მშვიდ გონებას, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ემოციური ძალიან და რაც პილატესის ვარჯიში დავიწყე, ყველა მეუბნება რომ გამშვიდებული ხარ, დაწყნარებული ხარ. ხარ. აღნიშნავ რომ მართლა სიძახის რა. აი, აღარ ჩხუბობთ ხოლმე სახში. რამდენი ხანი არ გჩხუბიათ თქვი პროსტა. მადლობა პილატესი. მადლობა პილატესი. ხშირად თვითონ მეუღლეები აძალებენ, ახლა კარგი გაგებით აძალებენ, ყიდულობენ მათთვის აბონემენტებს, რომ ოღონდ ჩემ პილატესზე იარე და არ გააცდინო და ყველაფერი კარგად იქნება. ის თუ კარგად გრძნობს თავს, იმას სულ არ აინტერესებს, ამდენი სანტიმეტრი აქვს თუ ამდენი სანტიმეტრი აქვს ის წელი. ეს არის მეორე ხარისხოვანი უკვე შემდეგ და პლუს რა თქმა უნდა, თვით შეფასება რახან იმატებს, მე უკვე შენთანაც კარგად არის თავისთანაც და აღარ ჩქრობს და სტრესის დონე იწევს. კი, ჩემთან მოსწავლეები რომ მოდიან ხოლმე, იმეულებიან ხოლმე ხშირად, რომ აი რაღაც მეზარებოდა ჩამოსვლა დღეს და კიდე კარგი ჩამოვედი. ვარჯიშის ბოლოს მადლობებს მიხდიან ხოლმე, რომ აი კიდე კაი ჩამოვედი, რა კარგი ვქენი, რომ ჩამოვედი. წარმოგიდგენთ, ჩამოვედიზე როცა არის საუბარი, ანუ ესე იგი იმ კორპუსში ბე ხო? ხო. მე მუშაობ. გაზარმაცებულია სრულიად. კი, ზუსტამყარო, მაგრამ ხო, აი რა სიზავ. ხო და ეს პილატესი მაგ რო კარგიც არის რა, რომ რადგან შორიდან რთული არ ჩანს.
ამ გაზარმაცებული ხალხის მოყვანა ბევრად უფრო ადვილია, რომ ეს საწოლიდან გადმო და მათზე მოგორდება. მაგრამ გონია რომ გორაობა ასე ვარჯიშობს. სხვათა შორის ხუმრობ ხოლმე გვერდზე რომ დავწობით მხართეძოზე წამოვგორდით ხუმრობ ხოლმე აი მეტი რა ვქნა წამოგორებული ვარჯიში თქო რაღაც ხუმრობით და რა არის პილატესში ისეთი რაც სხვა ვარჯიშებში არ არის რითი გამოარჩა პილატესი პილატესი არის ყველასთვის და ვერ მოიძებნება მიზეზი რატომ არ უნდა ივარჯიშო პილატესი ეს არის ყველაზე მთავარი ალბათ რომ ყველასათვის მოსარგებია შენ შეგიძლია ეს შეუთავსო ან უბრალოდ ცალკე პრაქტიკად გქონდეს. ხო, ისე მართლა გამოარჩევს ეგ პილატესის სხვა იმიდან რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლია იოგას რო ურჩევდნენ ხოლმე ადრე მაგალითად ორ სულებს ან ხერხემის პათოლოგიების დროს კიდევ კაი ახლა აღარ ურჩევენ. ანუ იოგას საწინააღმდეგო რა თქმა უნდა არაფერი არ მაქვს, თუმცა არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც ექიმებს გონიათ. გასაგებია რომ ყველა ივარჯიშებს, მაგრამ განსაკუთრებით ვის ურჩევდი და რა დროს? გოგონებს ალბათ, განსაკუთრებით ურჩევდი გოგონებს. ასე გამოყუჩებლის ფუნქციას ასრულებს პილატესი. გოგონებს გვაქვს PMS-ი ციკლი და ციკლის წინ PMS-ის დროს გვაწუხებს წელი, გვტკივა მუცელი და აი ამ ყველა ფერს აყუჩებს. რაც პილატესს ვარჯიშობ, მე არ შეუწუხები ვარ არც ციკლის ტკივილს, არც წელის ტკივილს და აი მქონდა ხოლმე რაღაც პერიოდები, ჩაგდებები, ასე რომ ვთქვათ, 2-3 თვე არ მივარჯიშია პილატესს რაღაც მიზეზების გამო და ის ტკივილები თავიდან დამწყებია. ჩვენი პარტნიორია, როგორც იცი, შენ ფიტნეს ფორმულა. კი, ძალიან მიყვარს. გამოგიგზავნა. პროტეინი, რომელიც მარტო ხალებისთვის, კაცებისთვის კი არა და ქალებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და კარნიტინი და ხო, ესეც ლამაზი მათი დასალევი. მე მგონია რომ ვანილის გემოთი იყო. კი, მე მგონია რომ ორივე გამოიყენეთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ფიტნეს ფორმულას. მადლობა. ეხლა უნდა გადავიდეთ მეორე ოთახში, სადაც ჩელენჯები გველოდება. სხვა პილატესის გოგოებიც ველოდებიან იქ. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქეთ ამ ვიდეოს და ასევე დამეწერეთ კომენტარში, რომელ ვარჯიშს ექსურთ შემდეგი გადაცემა, ან რომელ სტუმარს ისურვებდით. კი, ამით სწავლობ. ესე იგი, ისევ აი ამ საინკვიზიციო ოთახში ვართ, როგორც წინაზე. აი მარსამ დამიწერეთ კომენტარში რა. მართლა ეს სავარჯიშო დანადგარს გავს თუ? არა, აი ისევ აი ყავა, შოკოლადი, მაგას ვიძახდი. აი რატო დადიან თურმე რატო დადიან გოგონები ვარჯიშზე. გამოხვალ გენაცვალე მე სტრეს მოხსნილები აბა რა იქ. ეგენი არ გაუშვათ. არა, ნუ ფაქტია, რომ პილატესის გოგოები ფაქტობრივად კვებას დიდად არ მახსოვს სულაც. აი რო მიგექციათ ყურადღება ვეიქნებოდი ჩემთვის. და არ მგონია რომ მარტო პილატესიც იყოს სხეული შესაძლებელი. მე ჩუმად ვარ. აინცა მე ჩამაშნეთ შოკოლადს. თან ეს შოკოლადი მიყვარს. მახა ვიძახი რომ ფაშოს პილატესზე რომ მქონდა რომ ყველა გადაცემის წინ დონატებს შამ. მე გამისწოდა შოკოლადი. რატომ პილატესი? ყველაფერი შეგვიძლია, როცა პილატესს ვარჯიშობ. და ძალიან ბედნიერი ხარ. აი ძალიან ჰეპი და არ ვიცი. ძალიან ფარდობითი არის რატომ პილატესი რა. შენი მთავარი რატომ? მე ვარ ძალიან ბედნიერი, ძალიან მოგებულობს პილატესი. ეს არის რაღაცა მარტო ვარჯიში არ არის და მარტო ჯანმრთელობა არ არის. სივრცე არის, სადაც ქალებსაც და კაცებსაც შეგვიძლია ყველაფერი. ანუ კაცების დადიან აქ. აუცილებლად კი. დადიან კაცები. შენს შეგიძლია რომ იარო და შენს და ყველას. წინა პილატესმა დიდად ვერ ჩამithრია და აბა ნახოთ ახლა. ისა ახლა იწყება მთავარი. ებში მომგვალება, გადმოიტანე ნელ-ნელა თავისკენ და მხრებისკენ და ჩასვა პლანკაში. ავდით უნდა გადახვიდე იქით. დავქრა? Say what? გას. დარჩები მხრები გაჩერებულია. ამოიტანე საჯდომის ზევით, შემოიტანე ეტლით, გაჩერდი.
მერე კუდის ჩაწევას იწყებ, დამრგვალებული წელი, დამრგვალდები, წამოიღებ წინ ტალღას თავში, თავამდე გასწორდები პლანკაში და ისევ გაგორდები უკან. დავქრა? აქედან აი ასე და უცებ აი ამაზე დახტე, მუხლზე ახტე და ისევ დაახტე. ეთემენჯის საფსარში შემოიტანე, სტოპ გაჩერდი. ეტლი ეცადე დააფიქსირო, დაიწყე კუდის ამოძუება თითქოს წარმოსახვით. გაიტანეთ, ოჩა, გადაიტანე. ხო, ისე გააკეთებითო არ გიჭირს ახლა. როგორც ჩვენ ვაკეთებთ. ეხა ეს თქვენს გიჭირთ. არავინ არ აკეთებს ჩვენს გარდა. არა, პლანკაში, ჩაწეს საჯდომი. დაიცა, იქ პანკაში მთელი დღე ხوار გავჩერდი. გაჩერდები. მინი ბოდიში. აი ეს. თავით. აი ესე, ხო, მადლობა. იმითი გაიშალე. ეს რკალი არ დამიკარგოთ, ხო? სწორი ხაზი პლანკა არ არის. ეს არის რკალი გახრა. კონტროლი გახრაში, ოჩა. ეს არ არის. ის გოგოებს შეუნები, გოგოებო ამასაც აკეთებ ძალიან, ოჩა, მადლობ. აი საერთო კადრი არის ძალიან კარგი. არა, მართლა შეუძლებელია. Look at this dude. Wait till you see the. No. არა, ეგ ეს აქ გეი მოძრაობებია. ეხა პირიქით. It's pretty gay. San Martin. ეს ისევ ეს ჩემი საფირმო ვარჯიშია. უშპაკაჭი ჩავედი. დაიცა ეს რა არის ხახო ძალიან ადულია. ანუ ეხლა გვაქვს ჩალენჯი ვინ დიდხანს გაძლევს ხო ამაზე? რა უნდა? ყველა ანუ ბოლო უნდა დავჩემ მე რა აქ რა. ანუ რაღაც ძალიან მოვარჩულია გოგო. კარგი ნინი აბა მოდი შემეჯიბრე. პირველად ვაკეთებ მაინც მართლა. მე ეს ნამდვილი შეჯიბრი. პილატესის ტრენერი შენ ხარ ეხლა და. მე მატის ტრენერი ვარ, რეფორმერი ჯერ არ ვისწავლი. ესე? კარგი, ოდნავ გაგორდი გვერდზე და საკმარისია, კარგი, სტოპ. ეხლა ნახე მე გაგიადულებ ამ ყველაფერს, ყველაფერს გავართ უკვე. ძალიან შორს მუწახვალ ნინი, დარჩი. თავი კეფა არის შენი ხერხემლის გაგრძელება. ვითომ უკან კედელს ეყუდები. ამ ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თან დრო გავიდეს უფრო სწრაფად და თან თქვენ გაგინაწილდეთ, გადანაწილდეს თქვენი დატვირთვა. რომ შვენიერია, მოდი ეხლა მარცხენა ფეხი ნელა მეორე, აი ამაზე ზედიდან დაადეთ სამხრეთზე. გადაიტანე წონა, გაჩერდ. კარგია. კარგია, ოჩა. ეხლა პატარაზე აწიე და წიეზე და ფეხი ოდნავ თუნდა საკმარისი იქნება, ოჩა. კარგია. მოდი ფეხი დატოვე, დაუშვი. და ეხლა პატარაზე გაგორდი, სულ პატარაზე წინ და გვერდზე უფროსტე. ისინთქე. დავნებდი. ბოლოს დავნებდი. აჰა, თოვლი დავამარცხევ. ქედო. ის ორი არ დანებდება, ალი არ დანებდება. Yogis sahe. კარგი, საკმარისია. ბრავო. მე არ მივიცი ამის ყავის ორბელ პილატეს. სიმძიმის წონა, იმ სიმძიმე და ამხელა ტანი რო აწვებოდა მართლა საღო. მეუღლე მაინც როგორი კეთილია. არის საპორტი, იცი მაგარი საპორტი. მათი გავაკეთოთ ახლა? გავაკეთეთ. წამო. წამო. ნახე გიორგი გაიმაგა მე მგონი. გავხნა უნდა ვაღიარო. ოჩა.
შეეცნება რომ ფეხის ბულები წინ აწვევს რაღაცის კედელს და მელა მოგაქვს მსუბუქად. რაც უფრო ყვევით მიწკეთეს. ოღონდ მოიხარე უფრო წინიღურე კარგია ფეხები. სიძეში დინკაში მოიხარე. უცე ჩასუნთქვა სიამოსი. აბა, ძალიან მაგარი ვარჯიშია, მე ხო ყოველთვის ვიძახდი რომ პილატესი არის. თავზე რომ ამგავარს. რა მოვაკეთებ? ანუ რანაირად? კარგია, ესეც გააკეთა, ნუ. თავის სადარ. ძალიან მასკულინური ვარჯიშები იყო. რას უწუხებ? არაფერს არ უწევ, პირიქით, ანუ ეხლა ხო შეფასება უნდა გავაკეთო ვარჯიშის მერე რა. ძალიან მაგარი ვარჯიშია. შენი სხეულის ფლობისთვის, კოორდინაციისთვის, ის რომ ადვილად შეინარჩუნო ბალანსი, საკუთარი სხეული ადვილად დაიჭირო რაღაც სხვადასხვა მოძრაობაში, მაგალითად სპორტსმენებისთვის დამატებით რო ეს გააკეთონ, დამატებით პილატესის ვარჯიშები, აი თითქმის ნებისმიერ სპორტსმენს გამოადგება დაწყებული საბრძოლო ხელოვნებები, დამთავრებული ფეხბურთით, კალათბურთით, ანუ ჩოგბურთით. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან მისიამოვნე დღევანდელი გადაცემის ჩაწერით, იმიტომ რომ ვარჯიშით გამომივიდა, საინტერესო საუბარით გამოგვივიდა და ყველას მოუწოდებთ გოგონებს, რომ პიორჯიშონ და მოვიდნენ თქვენთან ნახდნენ თქვენი მოსწავლეები, ვისაც სურს რომ იყოს ფორმაში და მაინც შტანგების აწევა არ უნდა და დიდი ფორმების გამოკვეთა, პილატესი ნამდვილად დაეხმარება მოწყობილობაში. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, ასევე დამიწერეთ კომენტარში ვინ გსურთ რომ შემდეგ მოვიწვევ გადაცემაში ან რომელი ვარჯიში ჩავწეროთ. ეს სურათის გადავიღოთ რა.